ბაზიანის სამხედრო პოლიგონზე საინჟინრო სწავლება დასრულდა. გეგმიურ საველე წვრთნაში საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო საინჟინრო ბრიგადის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. ბრიგადის პირად შემადგენლობას სწავლების დასრულება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძე მიულოცა. გენერალ-მაიორის წვრთნების მიმდინარეობის შესახებ სწავლების ხელმძღვანელებმა და მონაწილეებმა ინფორმაცია მიაწოდეს. საინჟინრო წვრთნაში 202 სამხედრო მოსამსახურე იყო ჩართული. ვითარებაზე ორიენტირებული სწავლების მთავარ ამოცანას მობილურობის ოპერაციების შეტევის საინჟინრო მხარდაჭერის უზრუნველყოფა წარმოადგენდა. სწავლების ფარგლებში ჩართული იყო საინჟინრო ტექნიკა, განხორციელდა ქვეითი და მძიმე ტექნიკის ხიდების მოწყობა. ეს სწავლება განხორციელდა როგორც წინა მოსამზადებელი სწავლება დიდი კომბინირებული სწავლებისთვის, აქ უშუალოდ მხოლოდ საინჟინრო ბრიგადის დანაყოფები იყვნენ. სწავლება დაწყებული იყო მე-10 დღე არის დამასრულებელი ფაზა ამ სწავლების და ეს იყო მე-10 დღეს და ხაზგასასმელია ის გარემოც, რომ ეს ბიჭები ამავე დროს ძალიან აქტიურად არიან ჩართული სამაშველო ოპერაცია შემდგომ თბილისში მიმდინარეობს და კარგია რომ ესეც მოახერხეს და ეგ სამაშველო ოპერაციაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ. სწავლება ემყარებოდა ესე იგი საინჟინრო ქვედანაყოფების მიერ სამანევრო ქვედანაყოფების ხარდაჭერა შეტევით ოპერაციებში. აღნიშნულ სწავლებაში წარმოდგენილი იყო ფაზები, ეს რაც შეეხებოდა გარღვევის ოპერაციებს, წარმოდგენილი იყო გარღვევებში გასასვლელების მოწყობა, როგორც ნაღმორველებში, ასევე არაფეთქებად დაბრკოლებში და ტანკის საწინააღმდეგო თხრილებზე. პირად შემადგენლობამ მეცადინეობას ძალიან კარგად გაართვა თავი.